საძირკვლის სწორი მოწყობა. ძალიან ბევრი კომენტარი შემოვიდა, რომ ჩამეწერა ვიდეო ამ თემაზე. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი უკავშირისთვის. ეს ყველაფერი მაძლევს мотивაციას, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეო ჩავწერო სხვადასხვა სამშენებლო თემებზე. რაც შეეხება საძირკვლის მოწყობას, ეს არის ძალიან ვრცელი თემა. ანუ აქ 1 და 2 და 3 ვიდეოთი ვერ შემოვიფარგლებით. ანუ არსებობს სხვადასხვა საძირკვლის ტიპი, ლენტური, წერტილოვანი, ამ თითოეულ საძირკველს თავისი ტექნოლოგია აქვს და თავისი წესი მოსამზადებლად. ამიტომ გადავწყვიტე ესე რომ ჩავწერო რამოდენიმე ვიდეო სერიები სხვადასხვა თემებზე და ანუ როგორ და საიდან უნდა დაიწყოთ საძირკვლის ჩასხმა. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი რომ არ გამოგრჩეთ და დღეს მინდა დავიწყო იმ თემით, რომელიც არის აბსოლუტური ნულოვანი წერტილი, აბსოლუტური ნულოვანი დონე. ეს არის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი ნიშნული, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება მთელი მშენებლობის პროცესის განმავლობაში. ანუ პირველი რით იწყება საძირკვლის ჩასხმა. არა ქვაბულით, არამედ გეოდეზით, ხო? მოდის გეოდეზისტი გვაძლევს წერტილებს, ეგრეთ წოდებულ ღერძებს და ბევრს ავიწყდება ამ აბსოლუტური ნულოვანი ნიშნულის მოთხოვნა და თხოვნა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს თქვენი სახლის პირველი სართულის უკვე მოპირკეთებული იატაკის დონე, ანუ რაზეც თქვენ დადიხართ. გეოდეზისტი რომ მოდის, ჩვენ ვთხოვთ, რომ ისეთ ადგილზე, რომელიც იქნება ხელშეუხებელი ან იქსაც ტექნიკა არ იმოძრავებს, მაგრამ ჩვენ გვექნება ამასთან მიწდომა ისე რომ ნიველირმა დაინახოს და გადმოვიტანოთ ეს დონე, დაგვესვას წერტილი, ანუ თქვენი შენობის ნოლი. რატომ არის საჭირო? ამ ნოლიდან მშენებლობის პროცესში ხელმძღვანელებთ მუდმივად. ანუ დაბლა ჩასვლა, რა სიღრმეზე უნდა ჩავიდეთ. ანუ ამოვიდა ეს ქვაბული, მივედით ღრმა დონემდე და ჩვენ უკვე ვიცით ამ ნულოვანი ნიშნული და რა დონემდე ვართ ჩასული. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანაბრად გადავანაწილოთ სისწორე დაბლა, ანუ მიწის ქვეშ ჩვენ ხო ვერ ვხედავთ რა ხდება. ანუ ნიველირით გადავიტანთ ამ ნულოვანი წერტილიდან დაბლა ზომებს და ასევე როცა ამოვალთ ამ ნულოვანი ნიშნულიდან უკვე ავდივართ მაღლა, ანუ ფანჯრების დონეები, მეორე სართულის ფილა და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება თქვენი სახლის მშენებლობას, გამოგვიგზავნეთ PDF ფაილი და დაგეცვლით ხარსაღრიცხვას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.